მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური დოქტორი, ჟურნალისტი და პიარის სპეციალისტი, სააგენტო აწარმოეს საქართველოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების უფროსი მენეჯერი ლანა შენგელია. უღმესი მადლობა ლანა ჩვენთან სტუმრობისათვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ დაინტერესდით ჩემით და წარმატებებს უსურვებ თქვენს გადაცემას. მადლობა დიდი. არსებობს აზრი, რომ წერლობას ადამიანი უნდა იწყებდეს განსხვავებული პროფესიით. და ამის პრეცედენტებიც არსებობს. დუდარ დუმბაძემ ჯერ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი მაშინდელი დაასრულა და შემდეგ იქცა კლასიკოს პროზაიკოსად, მსოფლიო დონის კლასიკოსად. კონსტანტინე გამსახურდიაც შორიგზით მოვიდა მწერლობაში და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის მოვლის შემდეგ დაიცვა დისერტაცია, სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში და მოგვევლინა საოცარ ჩვენს დიდ კლასიკოსად. ანალოგიურად ჭაბო ამირეჯიბმაც დაიწყო ელექტროტექნიკოსობით, შემდეგ ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მოიარა მეორე მსოფლიო ომის ფრონტები და ასე შორიგზით მოვიდა დათა თუთაშხიამდე. ჟურნალისტიკაში როგორც ჩანს პირიქით არის შემოვანა. ჩვენი ძვირფასი რეზო გაბრიაძე დაასრულა დიდი წარმატებით ჩვენი დედა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება იყო მაშინ ფილოლოგიის ფაკულტეტისა და მერე მოგვევლინა რეჟისორად, სცენარისტად და ასე შემდეგ უამრავ პროფესიაში დატოვა თავისი შეუცვლელი და განუმეორებელი კვალი. საიდანაც მოვედი ანალოგიურად თქვენს დიდი წარმატებით დაამთავრეთ ჩემს თვალწინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ძალიან იმედის მომცემი სპეციალისტი ყავდი და მე რაღაც მკვეთრად შეიცვალა ძალიან ესეთი სერიოზული სპეციალობებისკენ წავიდა თქვენი ყურადღება. სუსხვა ასპარა ესე. აი როგორ და რატომ მოხდა ეს? საინტერესო ფაქტია. დიახ, ნამდვილად საინტერესოა. მეც ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად, რომ ასეთი რადიკალური სხვაობა იქნებოდა ჩემს შემდგომ სტუდენტობის შემდგომ განვითარებაში, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემს. ძალიან შენი იყო, კი. ძალიან ჩემი იყო. იმიტომ რომ ბუნებითაც აქტიური ვარ და ჟურნალისტიკა პირველ რიგში ძალიან აქტიურ ცხოვრებას მოითხოვს, ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე. თუმცა გარკვეულმა სიტუაციებმა განაპირობა, რომ ჯერ სტუდენტობის დასრულების შემდეგ დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მერე ვმუშაობდი სახელმწიფო კანცელარიაში განათლებისა და კულტურის მიმართულებით კონსულტანტად, სხვადასხვა ორგანიზაციებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მუზეუმების გაერთიანებაში, განათლების სამინისტროში, თეატრში საკმაოდ დიდი დრო დავყავი, 9 წელი ვიმუშავე კადრების მიმართულებით, მაგრამ დამერწმუნეთ იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტიკასთან ერთი შეხედვით არაფერი კავშირი ამ ყოველივეს თითქოს. მაინც ძალიან დამეხმარა ჩემი გამოცდილება, ჩემი მიღებული განათლება ამ მიმართულებით უნივერსიტეტიდან. მოგეხსენებათ, როგორი პედაგოგების კლასი იყო დედა უნივერსიტეტში. ახლა გამოყოფას რასაკვირველი არ დავიწყებ ამ საკითხთან დაკავშირებით. და მერე მოხდა ისე, რომ ეს ერთგვარად წყნარად მიდიოდა, ასე ვთქვათ, ეს პროცესი. მერე მოხდა ისე, რომ იქნებოდა განათლების სამინისტროში ახალი სიპი, რომელშიც შემომთავაზეს შესყიდვების სამსახურში თანამშრომლობა. დამერწმუნეთ, რომ ახალი თემა იყო ზოგადად შესყიდვები იმ პერიოდში და საინტერესო იყო, გამოწვევაც იყო, სირთულეც
ახლდა, მით უმეტეს როცა არ გაქვს გამოცდილება და შენ ბედის გამოწვევები ძალიან მიყვარს. როგორც ნებისმიერ ჭეშმარიტ ჟურნალისტს, ყველაფერი იქეთ მიდის. ეხლა გისმენთ და ტკბები ჩვენი ჟურნალისტის პროფესიის დიაპაზონით თუ ის გააზრებული აქ ადამიანს და როგორც ჩანს, კარგად ხონდა ეს გააზრებული. როგორც ჩანს, თქვენი გააზრებული, ამაში ჩემი ერთგვარი სითამამეც დამეხმარა, ასე ვთქვათ, ინტერესი ახალი საქმის კეთების და მოკლედ დავიწყე შესყიდვების სფეროში მუშაობა. როგორც ამბობენ, არც თუ ცუდად და ასე ვთქვათ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა პროფესიონალად, თვლიან რომ ჩამოვყალიბდი და მომწონს ეს ისე ვინ გაგაჩერებდა ამ დღეს რომ არ ჩამოყალიბებული ხარი როგორც ჩანს არის გარკვეულწილად ჩემი ადგილი ამ მიმართულებაშიც და მომწონს ამ საქმის კეთება კი ნამდვილად მომწონს ამ საქმის კეთება გულწრფელად რომ ვაღიარო კი ბატონო გულწრფელობა ჟურნალისტის ერთ-ერთი აუცილებელი თვისება უნდა იყოს და არის კიდეც და ესეც ერთი ღირსება ალბათ ჩემი სხვა პროფესიებში. ყველაფერი კი ჩხოროწყოს ნაპერწკლით დაიწყო. ჯერ კიდევ თქვენი მოწაფეობის პერიოდში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე როგორ დაუკავშირდით რედაქციას, ეს ასე შემთხვევით არასოდეს ხდება, ხო? რაღაც კანონზომიერება ალბათ იყო. გეთანხმებით კი ბატონო, ნამდვილად ასეა, შემთხვევით არაფერი ხდება მართლაც. დავიწყებ იქიდან რომ საკმაოდ პატარა ასაკში დედამ შემასწავლა წერა-კითხვა, მე და ჩემს მას ერთად რომელ პატარას დაუცდია ჩვენში დრომდე და დედაენა არ ჩაუკრავს გულში მithumetes როცა ისეთი მანდილოსანი დედა ყავს როგორიც დედა იყო დიდი პატივისცემა მას მადლობა და მოგეხსენებათ იმ პერიოდისთვის ჩვენი გასართობი ნუ სათამაშოები კი რა თქმა უნდა მაგრამ მაინც უფრო მეტად წიგნი იყო ძალიან შემიყვარდა კითხვა მაგრამ მე ჩემი ასე ვთქვათ საფიქრალი დიაპაზონი გაიზარდა ამ წერა-კითხვის ცოდნის ფონზე და როცა რაღაცას წავიკითხავდი, ჩემეული ინტერპრეტაციით ვაგრძელებდი ამ ამბავს, მოთხრობას თუ რასაც ვკითხულობდი. მე დავიწყე ამ ამბების ფურცელზე გადმოტანა. ის სწორად ვივარაუდე, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში. კი, ნუ შენიშნეს ეს რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე ოჯახში. როგორც ბებო ამბობდა, როგორც ჩვევიათ ზოგადად ბებო, გენიოსშვილი ყავდათ ოჯახში, გამორჩეული, რა ნიჭი აქვს და ასე შემდეგ. და ნუ რა თქმა უნდა პატარა რო ხარ მოგწონს ეს შექება გარკვეულად ძალასაც გმატევს დიდობაშიც არ ბწყენს ხოლმე არა ნამდვილად არ ბწყენს და დამერწმუნეთ რომ ოჯახის მხარდაჭერა და შექება ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას რომ უფრო მეტი გააკეთო საკუთარ თავს დაჯერებული შეხვდეთ გიბით ცხადია მას დიდი მნიშვნელობა კი ბატონო ამის მერე უკვე წლები იყო სხვადასხვა მაშინდელ პიონერთა სახლში სკოლაში საბავშვო ბიბლიოთეკაში აქტიურ მკითხველად ვიყავი და უკვე რო შენიშნეს მასწავლებლებმა ჩემი ასე ვთქვათ წერის ნიჭი და სიყვარული უფრო ალბათ წერისადმი შემომთავაზეს რომ აი მიქნებ რედაქციაში მიიტანო, აი რა კარგად წერა, აი როგორ წარმოაჩინე, რა კარგად გიფიქრია და ადგილობრივ გაზეთში, ნაპერწკალში მივედი. რა თქმა უნდა, მაშინ არ იყო ასეთი აქტიურობა, როგორც დღევანდელ თანამედროვე ახალგაზრდებშია და გავხარდა ეს პატარა კი, ნამდვილად ესე პატარა, რომ მივაკითხე რედაქციას თუ სწორად მახსოვს ეს იყო მესამე კლასში, როცა პირველი ჩემი ჩანახატი გამოქვეყნდა გაზეთში. თუ გახსოვთ რა იყო? კი, ეს იყო მე ძალიან მიყვარს მზე, ზაფხული და მგონია რომ მზე არის ყველაფერთან კავშირში. არის სინათლე, სიცოცხლე, წარმატება, ყველაფერი. და სიყვარული მათ შორის გათბობს ეს ყველაფერი, ხიბლავს და ამას ეძღვნება. ეს მესამე კლასის მოსწავლე მე სიცნო გაითავისა და საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა. კი ბატონო, ჩემი სკოლის პირველი მასწავლებლის დამსახურება იყო ეს, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ მივსულიყავი გასახელოთ გვარი. დოტონა სიჭინავა
იმსახურებს სიყვარულით იმსახურებს ნამდვილად იმიტომ რომ არის მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი და პედაგოგზე ძალიან ბევრია და მას შეეძლო მოსწავლეების ნიჭის დანახვა არა მარტო ჩემი ძალიან ბევრი კარგი ბავშვი იყო ჩვენ სკოლაში და ყოველთვის იყო მხარდაჭერაც ამის მერე უკვე დაიწყო ასე ვთქვათ ეს პირველი ჩანახატი რომ გამოქვეყნდა ქსიამოვნებს რომ მოდის ეს თქვენ წარმოიდგინეთ ჰონორარიც კი რომ მიიღე რაღაცა რა კარგი რედაქტორი თხოვია მაშინვე რა მნიშვნელობა მაგრამ ეს იყო თვითონ ფაქტია ბავშვისთვის წამახალისება და ნუ ეს ბებო ისევ და ისევ ძალიან ამაყი იყო ამ ყველაფრით და ნუ მოკლედ ამის მერე დაიწყო ასე ვთქვათ ჩემი ხო მაღალი ნათქვამი ალბათ მაგრამ აი წერაში რაღაცა გზის გახსნა ამან განაპირობა თვითონ პროფესიის შერჩევაც ალბათ რომ აი ეს გაზეთთან კავშირი უკვე მიმახვედრე რომ ეს უკვე სხვა ზღვარი იყო, სხვა გზა იყო, სხვა საფეხური იყო და მომეწონა აქ ყოფნა და აქედან გამომდინარე ეს უკვე გავიაზრე თანდათანობით მოვიდა ეს და სადღაც მე 7 კლასში, მე 8 კლასში ვიყავი უკვე მივიღე გადაწყვეტილება ეს კიდევ ერთხელ დამატა ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილების მიღებას იმ ფაქტორმა რომ მაშინ გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა 90-იან 90-90-იან წლებში და ეს მოვლენები რომელიც ყველას ძალიან კარგად ახსოვს 88 წლის ნოემბრის მოვლენები 99 წლის 9 აპრილის მოვლენები და აქტუალური ჩართულობა ახალგაზრდობის თქვენი თაობის ფასეულობები ჩამოყალიბდა ამ ფონზე არ არის ეს იყო გადამწყვეტი მომენტი და ამ მასალას ასე მოხვედი ჩვენთან თეთრ ტაძარში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მახსოვს გუშინდელ დღესავით და მახსოვს სტუდენტური პაემანი, სამ სტუდენტური გაზეთის ფრიალი მთელს უნივერსიტეტში და არა მხოლოდ მთელ ქალაქში კი, აი თითქოს და 90-იანების გაყინული აუდიტორიების, საოცარი კატაკლიზმების, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურის არა, ყველანაირი უამრავი პრობლემის ფონზე აი ეს გილამაზებდა თითქოს ბონუსი იყო ერთგვარი ამ ყველაფრის კომპენსაციად და შენამ სტუდენტური გამოცემის ძალიან აქტიური წევრი იყავი ერთ-ერთი რიტა გამახსოვს და გამოკვეთილად აი ყველაზე მეტად ეს სტუდენტური პაემანი რა იყო თქვენთვის გაზეთი და მე ხო ჟურნალადაც გადაკეთდა, რომელიც ჩვენც უბრალოდ თქვენს ლექტორებს გვილამაზებდა იმ წლებს და გვიხალისებდა და თქვენ ახლა მით უფრო. და თქვენი გამოცდილების გაზიარებაც იყო კავშირში ამ გაზეთის გამოცემასთან. კი, სხვათაშორის გიორგი მამაცაშვილი მაშინ უპრეცედენტო ფაქტი იყო სტუდენტი, თან დაწყებითი კურსის სტუდენტი მიიღო ჩვენმა აკაკი სიხარულიძემ, მაშინ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე იყო, მიიღო უყოყმანოთ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრად. და ეს აღიარება, ეს მხარდაჭერა, მე ამას წინათ გიორგი იყო ჩვენთან სტუდიაში და თქვა რომ მე როგორ ათავსებდი მეთქი სტუდენტობას რედაქტორობას. ხა რედაქტორობა დიდად გააზრებული არ მქონდაო, უბრალოდ მიხაროდა ამის კეთება და ეს პასუხისგებლობა მერე მოვიდაო, მაგრამ დიდი მხარდაჭერა მქონდაო და ჩამოთვალა ბატონი ნოდარი, ბატონი ნუგზარი მხარში მედგნენ ყველანაირად ბატონი როილი ამის გარეშე ახალგაზრდა შეება მიაღწიოს თავისას ახალგაზრდა ისეთია რომ წყალივით გახეთქს ბეტონის კედელს თუ რაღაც უნდა მაგრამ აი ეს თანადგომა მაინც ძალიან დიდი რამ არის და ეს იყო მე კარგად მახსოვს და რა ვიცი ყველანი მხარობდით ამ შედეგით და იმითი რომ სტუდენტები უკვე პარალელურად ჩართულები იყვნენ დამოუკიდებლად თავიანთი პროფესიული პროდუქტის შექმნაში ასე რომ გამოვყოფდი მეც ამ ფაქტორს ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან მე არ ვთვლი რომ მე ბნელი 90-იანელების სტუდენტი ვარ ასე არ მიმაჩნია ნამდვილად ვთვლი რომ იმ სიბნელეში ჩვენ ნათელი ვიპოვეთ ყველამ და ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ ერთად. ნამდვილად, გიორგი უნიჭიერესი ადამიანი, ჩემი მეგობარია დღემდე. ჩვენ ყველას მეგობარია. ნამდვილად, ყველას მეგობარია. მაშინ ჩვენ კურსელები ვიყავით და
გიორგი აი რასაც ქვია რკინის ქალამნები ჩაიცვა რომ ეს საქმე ბოლომდე ეგ ეხერხება კი ნამდვილად ეხერხება დღესაც რკინის ქალამანი კაცია როიცოდა დიდ საქმეს არის შეჭიდებული და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი კოლეგები უსურვებთ დიდ წარმატებას ამ საქმეში და ეს იყო ასე ვთქვათ უშუალოდ ჩართულობა ჟურნალისტიკაში კიდევ რაღაც საქმის კეთების თვალსაზრისით და გარკვეული პატარა წილი და სხვა საფეხური იყო კი ნამდვილად და მგონია რომ გამოვიდა ის რაც იყო ჩაფიქრებული ამ სტუდენტური პაემანის გამოცემით და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით როცა პირველი ნომერი გამოქვეყნდა თან მოგეხსენებათ ტირაჟის თვალსაზრისითაც არ იყო ეხა განებივრებულები არ ვიყავით მაგრამ ეს ოდენობა მაინც ხელიდან ხელში გადადიოდა იქ თუ ჩვენი მეგობრის ჯანახატი იყო კორესპონდენცია ინტერვიუ თუ რაღაცა აუცილებლად ქსეროასლებს ვიღებდით და ვამრავლებდით და ეს იყო ძალიან აქტიური მუშაობის პერიოდი იმ უშუქობაში, იმ უყველაფრობაში, მაგრამ იმ მეგობრობის ეთქობა მთავარი მაინც შუქი და წყალი არ არის ჩემი ცხოვრებაში, სულ სხვა რამ არის ურთიერთობის პატივისცემა და მეგობრობა. ალბათ ამან სულიერება. კი, ყველგან იქეთ მიდის. ამან მოგცა ის შედეგი, რაც მაშინ ასე ვთქვათ დაძეთ. ეხლა რა მინდა კითხო, პატარა ინტრიგა მინდა ჩავაგდო ისეთი მსუბუქი. აი შენი მეგობარი თანაკურსელი სტუდენტი რედაქტორი ეს სხვა ფენომენია ცხადია და შენი კოლხური ტემპერამენტის გამო და არ გასვენებდა ეს არაერთ სხვა გაზეთშიც და სხვა გამოცემაშიც თანამშრომლობდი უკვე სტუდენტი პარალელურად აი სტუდენტური პაემანისა აი მინდა პარალელი გაავლო ეხა სტუდენტი რედაქტორი და უკვე პროფესიონალი ჩამოყალიბებული ასაკოვანი თუნდაც რა განსხვავებაა საინტერესო კითხვა არის მართლა დაინტერესებს კი აი კიდევ ერთხელ და შენი თვალით დანახული მაშინ კიდევ ერთხელ დავფიქრდი იცით როდესაც ადამიანი პროფესიონალად უნდა ჩამოყალიბდეს არ უნდა მოეშვას აქტიურ ფაზაში უნდა იყოს და განსაკუთრებით ეს ჟურნალისტიკას ეხება იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არის მზარდი პროფესია რომელიც ყოველდღიურად იზრდება დღეს მე მგონი ყოველწამიერადაც უკვე მე მიყვარდა ბავშვებისთვის თქმა სტუდენტებს ძალიან გულწრფელად ვეუბნებოდი ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები თუ წინ არ მიდიხარ წახვალ უკან ჩვენს პროფესიაში ნებისმიერში ალბათ თუ მართლა კარგად ეკიდები და სინდისიერად შენ საქმეს მაგრამ ჟურნალისტიკაში ელვისი სწრაფით ხდება ეს ყველაფერი და მართალი ხარ როცა სტუდენტი ხარ ხო იცით გამოცდილება რა თქმა უნდა გაკლია გინდა რომ შეიძინო ამიტომ დადიხარ სვამ კითხვას ბატონი ნოდარის ფრაზას გავიხსენ კარს აგიღებენ ფანჯრიდან შედი კარგი გაგები ოღონდ პირდაპირ არ უნდა გავიგო ზოგმა პირდაპირ გაგები და დღეს ხედავს ადამიანიდან ის ფანჯრიდან გადამსვლელი ეგრეთ წოდებული სწორედ ამიტომ გავსუჩაზი რომ კარგი მე გავხაზა ამიტომ უკვე შევშინდი დიახ კი ბატონო სვამ კითხვას ეძებ მასალას აგროვებ ამ მოგროვილ მასალაში კიდევ ახალს პოულობ რომელიც კიდევ ახალ კითხვას აჩენს მე ისევ მიდიხარ და ასე უსასრულოდ ეს გაძლევს განვითარების შესაძლებლობას და ყალიბდები და როცა უკვე პროფესიონალი ხარ ეს გზა გამოვლილი გაქვს და იმ დამწყებთან ეს შენი პროფესიულობა კარგი გაგებით უკვე როდესაც ხარ გონიერი ადამიანი კარგად გადგება სათანამშრომლო ურთიერთობაში შესაბამისად შედეგიც დადებითი გამოდის და აქ უკვე მისი პროფესია ჩანს იმ სწორედ რედაქტორობაში აი ამ ჟურნალი იქნება თუ გაზეთი თუ ნებისმიერი გამოცემა თუნდაც გადაცემა იმიტომ ტექსტია ყველგან მთავარი და აზროვნება რა თქმა უნდა და როდესაც ეს პროფესიონალიც მაინც არ ჩერდება და არის კიდევ ძიებაში აი ეს უკვე არის სადაც გაჩერდები იქ წახვალ უკან და უკან ობსკრული მოგეხსენება ანუ განსხვავება მაინც დავა კონკრეტულად ალბათ გამოცდილება ძირითად ნაწილში გამოცდილება არის განსხვავება იმიტომ რომ ისიც იმ გზით მოვიდა რომელსაც სტუდენტი გადის ვერაცდები კი ბატონო აი კრიმინალური ქრონიკა რით იყო შეთვის მიმზიდველი მე მახსოვს იმ პერიოდში თქვენი სტუდენტობის პერიოდში აპირებეთ ბუმი იყო
საგამოძიებო ახალი ხილი იყო ჩვენში, ახალი ხილი იყო, ხა ვერ ვიტყვი რომ არ იყო თქვა ჩვენს თაობაში თითოეულა პრეცედენტი როცა მოვიდოდა, შემოვიდოდა რაღაც აჩივარი, უსამართლო განაჩენის გამო და მსგავსი ვცდილობდით და ზოგჯერ აი მართლა გმირობის ტოლფასი გამარჯვებაც ქონია ჩემს კოლეგებს და ჩემზე უფროსებს იმ კომუნისტური ეპოქის ჟამსაც კი ეს წასულა გარკვეულ რისკზე და რაც მე მახსოვს ყოველთვის იცით საზოგადოებრივი აზრი იყო ისეთი რომ ყოველთვის სამართლიანობის სიმართლის მხარეს იყო და ამას ანგარიშს უწევდა მაინც დათბობის პერიოდის ჟურნალისტი ვიყავი და ასე აშკარად სამართლიანობის წინააღმდეგ ვერავინ გამოვიდოდა. აი გამოქვეყნებამდელი ცენზურა უფრო იყო მაშინ, გამოქვეყნების მერე თუ შენ დაასაბუთებდი შენ სიმართლეს, რა ვქნა არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ ერთადერთი რითიც შემილია მართლავია მაყო კი არა, ჩემთვის მიხაროდეს, რომ ღირდა ამ პროფესიაში. მოსვლა იყო მე-6 კლასელი ბიჭუნა, რომელსაც დააბრალეს რაღაც და 20 წლით ციმბირში იყო შრომა გასწორა. სხვათა მაგივრად, სხვათა დანაშაული. ძელი ამბავია. აი დღემდე ჩემზე ერთადერთი შვილების დაბადება ხა იმას არაფერი შეედრება, თორე ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არ იყო დედამიწის ზურგზე, როცა ამ დიდოს გვარს არ დავასახელებ. პირობითით შეუცვალეს და რატომ? ძალიან კარგმა ქალბატონმა მაშინ არასრულწლოვანთა დანაშაულების სამმართველოს უფროსმა წაიკითხა ჩემი მოწაფის გვერდში გაპარებული პუბლიკაცია. იცით? და მეაქცია ყურადღება, რომ ეჭვის ქვეშ იდგა იქ ეს განაჩენი. გამოითხოვა უკან საქმე და რა თქმა უნდა დადგა სიმართლის მხარეს და ეს ბიჭუნა დააბრუნეს ანუ იყო ასეთი პირობითი სასჯელი თუ 3 წლის თუ 5-ის აღარ მახსოვს განმავლობაში აღარაფერს დააშავებდა მოეხსნებოდა ეს ყველაფერი და ანუ ვინც დასასჯელი იყო ის დაიშალა ასე შემდეგ რა თქმა უნდა უდიდესი ბედი მაგრამ ეს იყო თითოეულა პრეცედენტი სადაც მართლა გარისკვა გჭირდებოდა იქ მე არაფერი ხა ალბათ დავტოვებდი სამსახურს მაგრამ დაიჯებოდა უთო ჩემი რედაქტორი და გავწირე ცხონებული ჯემალინოა კარგად რომ დამთავრდა შუბზე მაგოცა მაგრამ ცუდად რომ დამთავრებული იყო მაინც ის პიროვნება იყო ნეტარება მისულს რომ სიმართლის მხარეს ყოველთვის გვერდით გვედგა ჩვენ ბრძოლაში ასე არ იყო იცით ხა ზოგს რო გონია რომ კომუნისტური ეპოქა ამაზე ისეთი მტკივნეული თემაა ჩემთვის რომ არ გამიგრძელდეს მეშინია აი თქვენს პერიოდში უკვე ეს ღიათ იყო არანაირი რისკი და ის არ გჭირდებოდა მე მახსოვს ჩემი უსაყვარლესი სტუდენტი ელისო ჩაფიძე ისე გაიტაცა ამ ყველაფერმა რომ ლექციები მიატოვა ქალმა გამოცდაზე ვერ მოვიყვანე დავტოვე კურსზე ბაღიარებ ეხლა რა დღესაც მგონია რომ მართალი ვიყავი იმიტომ რომ აი უნივერსიტეტის უპატივცემულობა ჩაუთვალე მაგრამ დღეს ცოტა უფრო ლოიალური ვარ იმიტომ რომ გაგიჟდა იქ ისეთ საქმეებს აკეთებდა რომ ხახალგაზრდა იყო და იფიქრა რა თვიდა ის აი ესეთი რაღაც მოხდა და ნუ მე რეცხადია ჩვენ დღემდე მეგობრები ვარ და ეს ყველაფერი გაირკვა და გაიგო მან სწორად ეს ყველაფერი მაგრამ აი რა მინდა ვთქვა რომ მართლა ბუმი იყო მართლა დიდი ინტერესი იყო გასაგები ინტერესი და აი შენ ისინი 7 დღეში იყვნენ ეს უკვე შენზე უფროსები და კრიმინალური ქრონიკა შენთვის რით იყო მიმზიდველი აი რაღაცა გაგრთა ჩემს საზროვნებაში ის აზრი რომ წინადგზნობა ხო არ ქონდა რომ იურისტი მეუღლე ეს რაღაც ნახევრად ხუმრობით მაგრამ არც უმაგისობაა ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში ან შეიძლება ამ ინტერესმა ამ სიყვარულმა მე იქ მიგიყვანა და იმით დაინტერესებამდე მიგიყვანა ასე რომ რა ვიცი გამიჩნდა ესეთი რაღაცა მოდი ჩავთვალოთ უნავარია ჩავთვალოთ რომ იყო წინეგრძნობა ხო ჩავთვალე კი ბატონო კი ალბათ უფრო საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით ინტერესი წარმოადგენდა ახალი ხილი იყო ისulis ინტერესი იმიტომ რომ მართლაც როგორც თქვენ აღნიშნეთ და ბრძანეთ იმ პერიოდში ეს კრიმინალური ფაქტები საკმაოდ
ზემოთ იყო ამასული სამწუხაროდ რა თქმა უნდა ეს იმდენად მახლობელი იყო თითქოს არც გვიკვირდა ისეთი სიხშირით იყო უარყოფითი ფაქტორები მაგრამ სამუშაო პროცესში ეს იმის მიუხედავად რომ ცუდი ფაქტი უნდა გაგეშუქებინა და ცუდ კრიმინალურ ფაქტორზე უნდა გაგეკეთებინა აქცენტი იყო მაინც ძალიან საინტერესო გვიწევდა იმ პერიოდში ჩვენ სტუდენტობის პერიოდი იყო რა თქმა უნდა როგორც პრაქტიკოსი ისე ვიყავი ამ პერიოდულ გამოცემაში მიწევდა უზენაეს სასამართლოში სტუმრობა და ეს კონკრეტულ ამბავზე რომ მიდიხარ მაშინ ლადო ჭანტურია იყო თუ არცდები არაჩვეულებრივი პიროვნება ვერაუვლიდი ამას თვერც არაჩვეულებრივი პროფესიონალი ახლა გერმანიაში მოვიდა თვალსაზრისითაც სტუდენტები წინვალე პიროვნება და პროფესიონალი ყველა კარიერა იყო ასე ვთქვათ რაც ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა სხვათა შორის დღემდე ღია უზენაეს სასამართლოს კარი მიდიან სტუდენტიკ მუზეუმი აქვთ მათ და ჩვენი ხათუნე ჩარკვიანია ისევ ჟურნალისტი ჩემო კარგო ჟურნალისტის გარეშე საქმე არ კეთდება თუ ის მართლა ჟურნალისტია და აქვს ის უნარები რაც უნდა ქონდეს პროფესიონალ ჟურნალისტს ასე რომ კი ბატონო და ნუ მივდიოდით გარკვეულწილად კონკრეტული მასალებიც გქონდა აი საკითხი თემა რომელთანაც დაკავშირებითაც უნდა მოგვეძებინა მასალა მოგვემზადებინა მაგრამ იყო ისეთი მომენტებიც როცა იქვე ვიგებდით რაღაც ახალს და პარალელურად ვაკეთებდით ვამუშავებდით კორესპონდენციას წერდით ინტერვიუებს მე რა თქმა უნდა ვამუშავებდით ამას მაგრამ ისეთი მომენტებიც ყოფილა და ისეთი საქმეებიც და თემები რომელზეც მე უკვე ციკლი აგვიწყვია თვითონ ამ მოცემულობამ ანუ თავიდან არც ყოფილა დაგეგმილი რომ რაღაც საქმის ციკლი თვითონ მასალამ გიკარნახა და გაგიკარნახა და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი იმ პერიოდში დამეხმარნენ გზის გაკვალვაში პრაქტიკულ საქმიანობაში გვაძლევდნენ რჩევებს მეც ჩემს მეგობრებსაც და გამოყოფდი ამ პერიოდს ძალიან დადებითად გიხარობდა სტუდენტი რო ხარ და რაღაცა მნიშვნელოვან საქმეზე რომ მიდიხარ აი გარკვეულად რაღაც პასუხისმგებლობა სტუდენტი ჯერ კიდევ ჯერ მხოლოდ სტუდენტი მეორე კურსი აი ზევით მაღალზე აღარ ვარ პირველი კურსის სტუდენტი ხარ და გიშვებენ მეტად საპასუხისმგებლო საქმეზე ის გარკვეულწილად გმატებს ძალასაც და გაძლევს თავდაჯერებულობასაც რომ შენეს შეგიძლია რადგან განდო რედაქტორმა კი ბატონო და ისევ ჩხოროწყუ ტელევიზია ეკრანის ხიბლი ისევ სტუდენტი ლანა იქ ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევა გავიხსენოთ კი ბატონო მოგეხსენებათ იმ პერიოდში ტელევიზიებით განებივრებულები არ ვიყავით სიდავადერი თანამედროვე თუმცა ტელელაბორატორია გქონდა ჩვენი ძალიან ბლომა და უნივერსიტეტში მაგრამ დღეს რომ არის ყველა უნივერსიტეტში მულტიმედია ცენტრები აღჭურვილი საოცრად ასეთი რამ რა თქმა უნდა არის დასრულდა სტუდენტური წლები და ჩვენი იმედის მომცემი ძალიან ისეთი საამაყო კურსდამთავრებული სულ სხვა გზას ირჩევს სულ სხვა ასპარეს ჩვენ ამაზე კი ვისაუბრეთ უკვე მაგრამ იქნებ მაინც გაიხსენოთ დეტალურად რა იყო ის ფაქტორი რამაც დროებით ჟურნალისტიკა აი მე ვერ ვიტყვი რომ მიატოვეთ იმიტომ რომ ეს არ ხდება როგორც ჩვეულებრივ მაგრამ აი აირჩიეთ რაღაცა სხვა გამოცდილება მიგეღოთ ასე ვთქვათ სიმართლე გითხრათ ამაზე ხშირად მიფიქრია მეც მაგრამ ფიქრობ რომ ეს ცხოვრება მოიტანეს მიზანი რომ ვთქვა რომ რაღაც პროფესიის შეცვლა იყო არ მეკნები მართალი ასე არ ყოფილა უბრალოდ სიტუაციამ ესე განაპირობა იმ პერიოდში როცა ამ საქმის შეჭიდება ასე ვთქვათ გადავწყვიტე რომელსაც დღეს ვაკეთებ განათლების სამინისტროში იქმნებოდა ახალი სიპი და სწორედ ამ სიპში უნდა ჩამოყალიბებულიყო შესყიდვების სამსახური და შემოთავაზეს ამ შესყიდვების სამსახურის მიიღეთ შემოთავაზება მივიღე შემოთავაზება და გამომადგა ეს
ჟურნალისტობა ამაში, იმიტომ რომ ეს პროფესია არის კავშირში სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ადამიანებთან ურთიერთობის დაალაგებაში, კომუნიკაციაში, საქმიანი შეთანხმებების უზრუნველყოფაში. ჩვენი უმთავრესი აღშება კომუნიკაციის უნარია და სიტყვით დარწმუნების ხელოვნება, რაც იმათ ყველაზე მეტად ალბათ სჭირდებოდათ. მე იმათი მიხვედრა მომწონს და მიკვირს, რომ დაინახე შენში ეს პოტენციალი. სიმართლე გითხრათ, ეს ამ საქმეში როცა გადავედი, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არ იყო ეს CV-ს ეგრეთ წოდებული CV-ს მოთხოვნა და ანუ პროფესია არ უკითხავთ სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ წინა სამსახურის გამოცდილებით ჩემი აქტიურობის გათვალისწინებით და სითამამით ასე ვთქვათ, უფრო იყო ინტერესი რომ შეძლებს და მგონი გამომივიდა. მაგრამ დღეს რომ ვუყურებ ამ ჩემს გამოვიდ გზას დაახლოებით 14 წელია უკვე ამ საქმეს ვაკეთებ. საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე სწრაფად გადის კი საქმეში მithული რა თქმა უნდა თან იზრდები ხო თვითონ საქმეც იცვლება ვითარდება სიახლეები ინერგება და ინტერესიც გეზრდება და მომწონს ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს შემიძლია ვთქვა რომ მეორე პროფესია არის რომელიც მაქვს გათავისუფლებული სხვაგვარად 14 წელი ვერ გაჩერდები მით უფრო შენი ხასიათი და ძალიან საინტერესოა საინტერესო საქმიანობა. იცით როგორი პარალელი შემიძლია გავალო, რომ ჟურნალისტიკა არის ადამიანებთან ურთიერთობა, აი ზუსტად ასეთივე ადამიანური ურთიერთობებისგან შედგება შესყიდვების მიმართულება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კონტაქტში ხარ, ასე ვთქვათ, ადამიანებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვადასხვა მიმართულებით და ინტერესის სფერო ეს ერთი ჩარჩოს პრინციპით არ ხარ, რომ ერთი მიმართულებით რაღაცა აკეთო. მრავალფეროვანია და მრავალფეროვნება ჩვენი სტიქია. კი ბატონო და რა ვქნა ერთი პარალელი. სულ თავში მიტრიალებს, რაც აი ამ საკითხზე ვფიქრობ შენთან დაკავშირებით და ალბათ უნდა ვთქვა, მაინც როცა ასე რაღაც აგიკვიატება, ხომ? მახსოვს ჩვენი ელდარ შენგელაია ლეგენდარული რეჟისორი ერთი პერიოდი იყო პარლამენტის წევრი და რაღაცა ვერ მივიღე ეს მისი ეს როლი თუმცა იჭერი ადამიანი ყველგან და იყო მაშინ ესეთი სატელეფონო ზარები პირდაპირ და ასეთი შეკითხვა ბარნელდა მეთქი გაღმერთებთ რაზე ლაპარაკი თქვენი ფილმების გამო და ასე შემდეგ და მაგრამ მან რა გინდა თქო აი პარლამენტი გაიცინა და ესა ჩემთვის ლაბორატორია მომავალი ფილმებისთვისო და იცოცხლეთ მე გადაიღო კიდეც ნახევრად დოკუმენტური ფილმი შესანიშნავი მე სულ მგონია რომ ჟურნალისტი სხვა პროფესიაში რა თქმა უნდა რჩება ჟურნალისტად სულით იმიტომ რომ ეს ხო პროფესია არ არის ამაზე შემდეგ უნდა მეთქვა მაგრამ ეხლა იკითხვა მოიტანა და მე სულ მგონია რომ მაინც შენ იქ იკრებ გამოცდილებას სწავლობ ცხოვრებას აი თუნდაც იმ პროფესიაში იმ კონტაქტებში იმ სხვადასხვა პიროვნებასთან შეხვედრაში იმ ხასიათების გააზრება გათავისება მათთან კონტაქტის ხელოვნებას აი ეს ყველაფერი გროვდება ჟურნალისტის ლაბორატორიაში და მე უკვე აი თავს იყრის ეს ყველაფერი რა ეს სულ აი შედარება მიტრიალებდა რატომღაც რომ ჩვენთვისაც ალბათ ყველა სხვა სფერო არის მაინც ლაბორატორია სადაც ვიგროვებთ გამოცდილებას იგივე ჰემინგუეი წერდა რომ როცა მასალა შემომაკლდება რომანისთვის მივდივარ გაზეთში ვმუშაობ რომ ცხოვრებისეული გამოცდილება გავიმდივარ დააგროვეს ეს გჭირდება ადამიანებს აი ესე ჰარიდან ხო არაფერი მოდის არა ასე რომ მე ასე ვხედავ ამ შენს და თუმცა როგორც ამბობენ ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს შენს უკვე ბრძანე დღეს ეს ხომ პროფესია კი არა ცხოვრების წესია სულიერი მდგომარეობა ადამიანის და აი მე ვფიქრობ რომ ამან განაპირობა სწორედ შენი მიბრუნება ჟურნალისტიკასთან 2 წლის წინ თუ არ ვცდები ხო უკვე მედია მკვლევრის რანგში და ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მიბრუნება აი ამის შესახებ კი ბატონო, ნამდვილად მივუბრუნდი, ასე ვთქვათ, ჩემს პროფესიას. მონატრებაც იყო. გარკვეულწილად მონატრებაც იყო, მინდოდა კიდევ რაღაც დამატებით ახალი მეკეთებინა.
სწავლა გადავწყვიტე მაშინ როცა ჩემი უფროსი შვილი სტუდენტი გახდა ჩვენ ერთად გვიან არასოდეს კი ის ბაკალავრიატის სტუდენტი გახდა დოქტორანტურის სტუდენტი გავხდი და გადავწყვიტე მეცა და ბედი ამ მიმართულებითაც ჩემი ხელმძღვანელი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო ჩემი ამ საქმეში რასაკვირველია თუმცა ზოგს ეს არ გამოსდის მოგეხსენებათ 20 წლიდან კორონა პანდემია დაიწყო, რომელმაც ჩემს კვლევას ძალიან შეუშალა ხელი. მოგეხსენებათ ყველაფერი დაკეტილი იყო და ეს არ ახალი ამბავია და არაფერი გასაკვირი ამაში. ამ სირთულის ფონზე მრავალგზის ჩავიქნიე ხელი, რომ არა უკვე ვერ, იმიტომ რომ მიდიხარ, ვერ შედიხარ, არ შეიძლება შეხვედრა, ინტერვიუს ვერ წერ, გამოკითხვას ვერ ატარებ, ძალიან რთულია. არადა მხოლოდ მასალას ვერ დაეყნობი, გჭირდება ფაქტები, ცოცხალი ადამიანები. არის რაღაცა, რაც ონლაინ არ გამოდის და ვერ გამოდის. მაგრამ ჩემი ხელმძღვანელის თვითონ უშუალოდ ფაკულტეტის მხარდაჭერით, შემოძახებებით შევძელი. ცხოვრება არ უნდა გაჩერდეს არასოდეს. შევძელი რომ ეს გამეკეთებინა და შედეგი ასე ვთქვათ დამედო. მგონი არც თუ ცუდი შედეგი დაიდო. აღინიშნა კომისიაზე რომ ჩვენიერი შედეგი როგორც ვიცი ძალიან წარმატებული დაცვა იყო და ისევ პარალელი ამოტივტივდა რა ვქნა მაგის გარეშე არ არსებობს ჟურნალისტიკის აზროვნება მე-17 საუკუნეში ჩვენი ძვირფასი ნიუტონი შავი ჭირის ეპიდემიის პერიოდში სრულად ახალგაზრდა მკვლევარი წავიდა სოფელში ლონდონში ახლა უფრო მძვირვარებდა ეს ეპიდემია და იქ 3 წლის განმავლობაში რომელიც გაატარა მარტოობაში დაწერა თითქმის ყველა თავისი ძირითადი ნაშრომი და გამოკვლევა და გახდა ახალგაზრდა მკვლევარიდან იქცა იმ ნიუტონად რომელიც ჩვენ ვიცით შავი ჭირის ეპიდემიის პერიოდში ასე რომ ცხოვრება ვერ ჩერდება თუ ადამიანი ცოცხალია და ეს ზოგჯერ ძალიან დიდი მიღწევები სწორედ მოდის აი ამ გამოწვევების ფონზე ასე რომ ორმაგი წარმატებაა ეს ჩემულანა მაგრამ შენგან არ მიკვირს არანაირად და ეროვნული მოძრაობა გასაგებია, რომ ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება საქართველოში და ჩვენაირი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არჩევანი არ გამკვირვებია, შენი პროფესიის არჩევანიც კი ამან განაპირობა. თვითონ საკვლევი მასალის იმ გამოცემების, ანუ გაზეთების არჩევანი რა ნიშნით მოხდა? მოგახსენებთ, კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, ეროვნული მოძრაობა არ ყოფილა ჩვენი თაობისთვის კადრს მიღმა, ასე ვთქვათ, ცხოვრების თანმდევი იყო. დიახ, ცხოვრების თანმდევი ფაქტორი იყო, რაც კი გავაანალიზე ცხოვრებაში რაღაცა იმ ეტაპიდან ჩართულები ვართ. მეტნაკლებად რასაკვირველია ყველა თავის წილი საქმით. ამ მართულებაში და როცა როგორც წეღან აღნიშნე ვაგროვებდი გარკვეულ მასალებს იმ პერიოდში აქტიურად გამოდიოდა ახალგაზრდა მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომუნისტი ერქვა ამ გაზეთს და ლიტერატურული საქართველო რადგან მე რეგიონში ვცხოვრობდი ეს გამოწერით ხდებოდა პერიოდული ორგანო ძალიან ბევრი აქაც გამოწერილი ჰქონდა ყველას ალბათ ყველა ნორმალურ ჯერს კი ბატონო სხვა ფორმატი მოიაზრებოდა და იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი გაზეთი გამოდიოდა მაინც ჩვენამდე მოღწევა იყო მაინც ასე ვთქვათ პრობლემური ეს პერიოდული ორგანო ეს ორი გამოცემა შევარჩია ამ მიმართულებაზე სამუშაოდ არაერთი გაზეთი იყო ვინც ეროვნულ მოძრაობაზე აქცენტს აკეთებდა გაზეთი რომელიც არ წერდა თითქმის არ იყო მაგრამ რაღაცა დოზით მგონია რომ აქ უფრო მეტად იყო ეს ყველაფერი გამოკვეთილი თუ იმასაც გავითვალისწინებთ ახალგაზრდა კომუნისტი როგორი დაუმორჩილებელი იყო ნებისმიერი რეჟიმის პირობებში ახალგაზრდა კომუნისტი იყო ყოველთვის იყო წინა თუ ერთადერთი არა ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი და ეს მიზანი რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ სწორი აზრი ინფორმირებული ყოფილიყო აქტუალურად საზოგადოება ამას ფიქრობ რომ კარგად ართმევდა თავს და იმ ტირაჟის ფონზე 450,000-დან
500.000-მდე იყო, აი გამოსვლისთანავე უკვე გაყიდული იყო, ხრებოდა დახლებიდან და ამ ასეთი მასშტაბური ტირაჟის, ასეთი დოზით გავრცელებას შეეძლო საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე. რაც შეეხება ლიტერატურულ საქართველოს, აქაც იყო ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებით აქტიურობა და წერლობის გაზეთი იყო და წერლობის გარეშე ეროვნული მოძრაობა წარმოადგენდა. საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გამოცემა იყო და აქ ეს გაზეთი იმიტომ შევარჩიე, რომ ის აქცენტს მხოლოდ ლიტერატურულ მასალაზე არ აკეთებდა. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც ეს შევარჩიე და ახალგაზრდა იბერიელზე კომუნიკაცია მოგახსენეთ, რომ იყო დაუდგრომელი, ასე ვთქვათ და კი ბატონო. აი თქვენ ბრძანეთ, რომ 90-იანებში იყო ბეჭდური მედიის ბუმი. მართლაც იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ახლად გათავისუფლებული მედია, თუმცა საქართველოში გათავისუფლება ჟურნალისტიდან არ ჭირდებოდა, ქვეტექსტში უფრო ეზოპესენით ცდილობდნენ სიმართლის დამკვიდრებას სიკეთის სახელით და მაშინ უკვე როცა ჩვენ ოფიციალურად მოგვეცა ამის საშუალება, აი მართლაც რაღაცა ბეჭდური მედიას ალბათ ოქროს ხანა ედგა ამ პერიოდში. სამწუხაროდ დღეს ამას ვერ ვეტყვით ჩვენ. აი როგორ ფიქრობ, ლანაშე როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი ესახარ ჩემთვის და არ ვცდები ამაში, მარტო ციფრული მედიის ეპოქა ამაში თუ კიდე რაღაც სხვა ფაქტორებიც არის. დასანანია ეს რეალობა ცხადია ჩვენთვის და მკითხველისთვისაც ალბათ. კი, ნამდვილად დასანანია. იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე თაობამ თითქმის არ იცის გაზეთის როგორ გაზეთის ფაში და სიყვარული. აი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიმართ სპეციალობაზე სწავლობს ბავშვი და ვეკითხები, რომელ გამოცემას კითხულობ არც ერთს. კი, სამწუხაროდ ასეა. ეს ხო რაღაცა კოშმარი. გრევა თითქოს არეალიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაც არის შესაძლებელი იმ თვალსაზრისით, თუ კი პროფესიონალები უფრო დახვეწავენ. ამ პროფესიონალიზმი თუ დაბრუნდება მედიაში და არა ის რომ სადაც პროფესიონალია მხოლოდ ჟურნალისტი გერქვას თემით არა გაირქვა შენ თვითონ ეს არ უნდა იყოს უნდა უშუალოდ და აქედან გამომდინარე საზოგადოება ისრუტავს ინფორმაციის აინტერესებს მას და როცა იქნება ის ბეჭდური მედიაც მისთვის რომელიც მას საინტერესო და მისაღები რა თქმა უნდა ჩაერთვება და იქნება აქტუალური. კი, ბეჭდური მედია სოციალურმა ჩაანაცვლა, მაგრამ არის კონკურენცია და უნდა გაუძლოთ ამ თანამედროვეობა მოიტანა ეს, მაგრამ კი, ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ მაინც ალბათ რაღაც დოზით შეიძლება რომ ბეჭდური მედიაც არსებობდეს თუ საინტერესო იქნება და რაღაც განსხვავებულს მიაჩნდეს მისთვის საინტერესოს. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ ასე ფიქრობ და თანამოაზრეები ვართ, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემ თაობას უყვარს ეს გაზეთი, ჟურნალი, წიგნი მით უმეტეს და მინდა რომ არც თქვენ და უფრო ახალგაზრდებმა, თორე თქვენ გაქვთ ეს სიყვარული მოყვებათ, მაგრამ აი ჩვენმა შვილიშვილებმა უკვე იმათაც მინდა რომ ეს ხიბლი გაითავისონ და რაღაცა შეიგრძნონ და შეირგონ, ასე რომ და ისევ ჩვენ ჟურნალისტებმა მოვინდომოთ და რაღაც ახალ გამოწვევებს ახალი ხარისხით უნდა ვუპასუხოთ. სხვა გამოსავალი აქ არ არის ცხადია. და მაინც ყველა გზა მიდის რომში. უთუოდ გაგიწევთ გული თქვენ მიგრძნობს გული ინტუიცია სტუდენტური აუდიტორიისკენ. ყველა არ მოახმარეთ ეს წლები კვლევას, არა მარტო სტუდენტობაში საკმაოდ კვლევრის სურვილი და ჟინიც ჰქონდათ, მე მახსოვს კონფერენციებში მონაწილეობა. კარგად მახსოვს კონფერენციაში. კი, ახლა კი, ხო და ეს ისე უკვალოდ არ გაქრა, ხო ხედავთ მოგთხოვათ რაღაცა, რომ გაგეგრძელებიათ ეს გზა. ცხადია ამ გამოცდილებას მოინდომებთ და მოგინდებათ, რომ გაუზიაროთ ახალ თაობას მომავალ ჟურნალისტებს აუდიტორიისკენ. აი, რას გეგმავთ ამასთან დაკავშირებით? სწორად გამოიცანით, კი, მიბრუნება ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ გარკვეულწილად ისევ დავუბრუნდეთ ჟურნალისტიკას. შეიძლება პრაქტიკოსის რანგში არა,
უფრო თეორეტიკოსად ალბათ გეგმავ რომ სტუდენტურ აუდიტორიას გავზიარო ჩემი გამოცდილება და ჩემი განათლება ამ მიმართულებით მათგანაც მივიღო გამოცდილება უზარმაზარ მუხტს გაძლევს სტუდენტი გაიძულებს რომ წინ წახვიდე და სიახლეებს არ ჩამოჩნდეს სტუდენტების ფონზე მათთან ერთად ურთიერთობისას არ მინდა რომ ისე მოვდუნდე და ესეც ერთგვარად ალბათ დამეხმარება რომ ჩავერთო ისე ჟურნალისტი. გინდა არ გინდა ფორმაში უნდა იყო, რას ქვია, მომლოდინე თვალებით ყურებით რომ გიყურებს ამხელა აუდიტორია. რა უფლება გაქვს ასე რომ კარგი რამ არის ფორმაში ყოფნისთვის, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. ფიქრობ რომ დააინტერესებთ სტუდენტებს ჩემი ლექციები და აუცილებლად. ის რაც ჭეშმარიტია, ყოველთვის აინტერესებს ახალგაზრდობას, არავინ თქვას რომ ახალგაზრდა არის უინტერესო. გულგრილი არის მაშინ როცა ვერ აწვდის შენ რაღაცას საინტერესოს. ცუდი ახალგაზრდა არ არსებობს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მათკენ, მათი სულებისკენ, გონებისკენ სავალი გზები და ეს არ გაგიჭირდება ლანა. შენ იმიტომ რომ ხარ სამი ვაჟკაცის დედიკო უკვე შემდგარი ახალგაზრდების ყველაზე პატარამაც მე-11 კლასელმა უკვე იცის რომ ფრინავი უნდა გამოვიდეს ღმერთმა ყველა ოცნება აუსრულოს უფროსი აგერ მაგისტრატურას ამთავრებს საშუალო წელს აბიტურიენტი ყავს და განსაკუთრებული წარმატება მინდა მოსურო ნიკოლოს იმიტომ რომ ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე მაინც ის არის ვიცი რომ წარმატებული იქნება ბოლო უეჭველად დიდ წარმატებას გისურვებთ თელოჯახს შენს პირად ყველა შენი გეგმის განხორციელებას რომელშიც ალბათ გიწყობენ ხელს ოჯახის წევრები თორე ისე ვერ დისერტაციას დაიცა ვერც ასეთ სერიოზულ ახალ პროფესიას თუ ახალი შეიძლება ეწოდოს 14 წლიან შრომას განსხვავებულ შეეჭიდები არა ასე არ არის ოჯახი არის ყველაფრის საწყისი დრიტა საფუძველი და მოტივაციაც ასე რომ ნამდვილად ასეა დიდი მადლობა რომ გაიხსენეთ ჩემი სტუდენტური პერიოდი, რომ გახსენდით, რომ მომიწვიეთ გადაცემაში, წარმატებებს უსურვებთ თქვენს გადაცემას და ბევრ საინტერესო სტუმარს. მესი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. კარგი მაგალითი საუკეთესო აღმზრდელია და აი ამ პრინციპით კარგი სტუდენტი, წარმატებული სტუდენტი, საიმედო სტუდენტი არასოდეს გავიწყდება. ასე რომ ამ პრინციპით მე ვფიქრობ რომ ჩემმა არჩევანმა ამჯერადაც გაამართლა მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო